2000 წელი. ჰაკერული თავდასხმა ხორციელდება NASA-ს მთავარ ოფისზე 15 წლის მაიკ კლარკის მიერ, ცნობილი როგორც მაფია ბოი. იგი ტეხავს HPE სერვერს და იპარავს NASA-ს მთლიან აქციებს, რომლებიც დაახლოებით $22 მილიარდი ღირს. რამდენიმე წუთში NASA იწყებს სერვერების გადაყვანას ოფლაინ რეჟიმში, რათა თავდასხმა დაიბლოკოს, თუმცა მაიკლმა გააუქმა მათი წვდომა სერვერებზე და ახლა თვითონ განაგებს $22 მილიარდ. მაიკლს კომპიუტერში შეყვანილი აქვს კოდი, რომელიც ფარავს მის ადგილსამყოფელს და ამ ჰაკერულ ოპერაციას კიბერუსაფრთხოებისთვის შეუმჩნეველს ხდის. NASA-ს ვერც ერთი ჰაკერი ვერ ახერხებს მის შეჩერებას. რამდენიმე წუთში NASA-ს აქციების დიდი ნაწილი ქრება. სისტემა მწყობრიდან გამოდის და სერვერები ითიშება. ამ თავდასხმის შემდეგ NASA-მ ერთი თვით გათიშა სააქციო სერვერები. დანაშაული დაახლოებით 1 წლის შემდეგ გამომშრალდა მაშინ, როცა მაიკლი ამერიკის ერთ-ერთი ბანკის სერვერს დაუკავშირდა და მისი ადგილსამყოფელი გაირკვა. სწორედ ასე მოიპარა 15 წლის ბიჭმა $22 მილიარდი ღირებულების აქციები. იცოდე, რომ ინტერნეტ სივრცეში ბევრად უფრო სახიფათო ამბები ხდება, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.